Როგორ მოქმედებს საქართველოში სათემო ფსიქიატრიული სერვისი პროგრამის მუშაობის 3 წელი დღეს სასტუმრო ამბასადორში შეაჯამეს. მედიკოსების შეფასებით პროგრამის შედეგად სტაციონარებში პაციენტთა რაოდენობა შემცირებულია. ღონისძიებაში მონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარებმაც მიიღეს, გაიმართა პაციენტების ნამუშევრების გამოფენა. სალომე სონიშვილი დეტალებით. ვსვამდი ფსიქოტროპულ წამლებს და ეხლა მინიმალურს. მას შემდეგ, რაც ასმათ ავგუსტინი სათემო ფსიქიატრიული მომსახურებით სარგებლობს თავს, კარგად გრძნობს და მედიკამენტებსაც ნაკლებ რაოდენობით მოიხმარს. 24 საათიანმა სახლში მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა ბენეფიციარის სურვილია მისი სრულად განკურნებისთვის გზები მოინახოს. კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი საქმელი ის არის, რომ სრული გამოჯანმრთელება მე არ ვიცი. არც ერთი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა. სათემო ფსიქიატრიული სერვისის ახალი მოდელი 2013 წლიდან დაინერგა. მისი მთავარი მიზანი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაა ჰოსპიტალს გარეთ ბინაზე 24 საათის განმავლობაში. 9 ადამიანისგან შემდგარ მულტიდისციპლინურ გუნდს პაციენტთან ყოველდღიური შეხება აქვს. სერვისის ეფექტიანობაზე ისაუბრეს დღეს სპეციალისტებმა. 3 წელიწადნახევრის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სერვისი არის საკმაოდ ეფექტური, სტაციონირების რაოდენობა და რიცხვი მინიმალურამდეა დაყვანილი. პაციენტისთვის მომსახურება უფასოა. პროექტის დაფინანსება 2013 წელს ფონდმა ღია საზოგადოებას საქართველომ დაიწყო, ხოლო 2016 წლის აპრილში მერიამ გამოყო თანხები. სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპაშია გავრცელებული. ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო მკურნალობა, ეს არის სოციალური მხარდაჭერა. ამ ადამიანებზე 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე ზრუნავს გუნდის სპეციალისტების, საერთოდ ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, 9 სპეციალისტი. პაციენტებს, რომლებიც ამ პროგრამით ფინანსდებიან, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ნაკლებად მოხვდნენ ჰოსპიტალში, უფრო ხელი ეწყობათ მათ, რომ იყვნენ რესოციალურები. ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი სერვისის შედეგებსა და ეფექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პაციენტების სტაციონირება საგრძნობლად შემცირებულია. ჯამში იყო 40 ბენეფიციარზე, ჯამში იყო 140 სტაციონირება. უკვე პირველი წლის ბოლოს ეს 140 სტაციონირება შემცირდა 9-მდე. ჩემთვის ეს ციფრები არის ობიექტური შეფასება. სათემო ფსიქიატრიულ მომსახურების სერვისს 45 ბენეფიციარი ჰყავს. იმისათვის, რომ პაციენტი უფასო პროგრამაში ჩაერთოს, 2 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. დიაგნოზი უნდა იყოს შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა და ბოლო 1 წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს 3 სტაციონირება.